ეთერში ამ ძიმე თემის შემდეგ კი დღის ბოლოს ცოტა სასიამოვნო დეტალებზე მინდა ქართველებისათვის გავამახვილო ყურადღება. რიოს ოლიმპიადის ქართული მოულოდნელობები კანოის ფედერაციის სპორტსმენმა დღეს ფინალში ვერა, მაგრამ ოლიმპიურ ხუთეულში მაინც დაიმკვიდრა ადგილი. ქართველ სპორტსმენთა შედეგებსა და მსოფლიოს მთავარ სპორტული შეჯიბრის დასრულებამდე მოლოდინებს კი უკვე ჩემს სტუმრებთან ერთად შევაჯამებ. წარმოგიდგენთ ბატონი რევაზ ჟაველიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ქაცარავა, საქართველოს კანოის ფედერაციის თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონებო. გილოცავთ პირველ რიგში ზაზა ნადირაძის გამარჯვებას. ეს ის სპორტსმენია, რომლისგანაც ნამდვილად გითხრათ არ ველოდით, ძალიან ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა არც კი იცოდა, რომ ის მიიღებდა მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრში და ზაზამ გუშინ გააოგნა ქართველი გულშემატკივრები სამწუხაროდ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას წარმატებად, რომ მან ოლიმპიურ ხუთეულში მოიპოვა ადგილი. როგორია თქვენი შეფასება თუნდაც ზაზას წარმატებასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, სიურპრიზი არის და ამაში ძალიან დიდი დამსახურება თვითონ სპორტსმენის, რომლის გარჯაც დაფასდა. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ფედერაციის უზარმაზარი სამუშაო, რაც მათ გასწიეს, რათა ზაზა მომზადებული იყოს სწორად ამ კონკრეტული ტურნირისათვის. მახარებს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და იმედი იმისა, რომ მომავალში ასეთი სპორტსმენი გამოვა და ექნება უბრალოდ საშუალება მას გამოსვლის არაერთ ტურნირზე და ჩვენი ქვეყნის გახარების და ჩვენი მისი გულშემატკივრების გახარების. მინდა მიულოცო ზაზას ეს წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედლით არ დაგვირგვინდა ამჯერად, დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა მას ექნება და დარწმუნებულად დაუმტკიცებს თავის გულშემატკივარს. ბატონ რევაზ, დღეს სოციალურ ქსელებში ზაზა ნამდვილად იყო სოციალური ქსელების გმირი, ქართველი გულშემატკივრების გმირი და რამდენიმე ვერსიაც გაჟღერდა, რომ ზაზას შესაბამისი პირობები არ ჰქონდა მომსამზადებლად, თუმცა მე საწინააღმდეგო მოსაზრებებიც წავიკითხე. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მე ისიც კი გავიგე, რომ ბატონ დავითის განსაკუთრებული ძალისხმევით ზაზას ჰქონდა ეს პირობები შექმნილი, თუმცა ბატონ დავითთან მოგვიანებით გადავალ ამ კითხვაზე. კეთილი, დარწმუნებული ვარ ბატონი დავით უფრო დეტალებში მოყვება იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ზაზას ამ შემთხვევაში. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, არის ძალიან მოძველებული. ბოლო 2014 წლიდან მოყოლებული, მას შესაბამის პირობებს უქმნიდა როგორც სამინისტრო ოლიმპიური კომიტეტი, ფედერაცია რა თქმა უნდა ძალიან ბევრს აკეთებდა იმისათვის, რათა მას სათანადო მომზადების შესაძლებლობა ჰქონოდა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, ასე რომ ფიქრობ დეტალებზე უფრო მეც მოგახსენებთ ბატონი დავითი, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, უბრალოდ არ არის მართალი. დიდი მადლობა ბატონ დავით, თქვენთან გადმოვდივარ კითხვით. გილოცავთ პირველ რიგში თქვენი ფედერაციის სპორტსმენის წარმატებას, არავინ ელოდა, რომ ესე გამოვიდოდა ქართველი კანოის სპორტსმენი ამ დიდ ასპარეზზე. თქვენ რას აცხადებთ დღევანდელ სოციალურ ქსელში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით? ჰქონდა თუ არა ზაზას პირობები? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოგვეცა საშუალება თქვენთან გადაცემაში მოსულიყავით. მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით და იმ 4 წლიანი ციკლის ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული წარმატებით, რომელიც დღეს მეხუთე ადგილით დასრულდა და სწორედ ბედნიერი ვარ იმით, რომ აი ესეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ აი ესეთი ინტერესი გამოიწვია აი ამ მოდით ვთქვათ ფენომენმა და ახალი სპორტის სახეობის დამატებამ აი ჩამონათვალში, რომელიც პრიორიტეტული ჩამონათვალი გახდა. პრიორიტეტულ ჩამონათვალში შევა, მე მგონი თუ არ ვცდები კანოის ფედერაციის და აი ზუსტად ეს ნეგატივიც, რომელიც ნეგატივის ფრაგმენტები, მოდი ვთქვათ, რომელიც გაჩნდა, ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან მოსალოდნელი იყო და უკვე მაშინ გადავალ კონკრეტულად აი სამ პუნქტზე, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ აქტიურად მოსირებდა და სოციალურ რომელთანაც დაკავშირებით მე ვაპირებ ჩემ Facebook-ის გვერდზე დილამდე ასე ვთქვათ დეტალური ახსნა-განმარტება გავაკეთო ზოგადად სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენს რაგვიზიართ. რა
თქმა უნდა და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ სხვათა შორის, იმიტომ რომ ის ინტერესი რაც გაჩნდა საზოგადოებაში უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ასე ვთქვათ ჩვენი კანოეს განვითარებისთვის ძალიან საჭირო მომენტია. რაც შეეხება იმ სამ პუნქტს, რომელზეც მე ახლა შევჩერდები, იმიტომ რომ სამი პუნქტი იყო ყველაზე ასე ვთქვათ მწვავედ წამოწეული სოციალურ ქსელში. პირველი რომ ზაზა ნადირაძეს არ აქვს ნავი სავარჯიშო ვარჯიშობს რაღაცა მოძველებული მოდელით და რო ჩავიდა იქ დახვდა რაღაცა სხვა უმაღლესი კლასის ნავი და გაუკვირდა და მოკლედ ეს პირველი. მაინც მიაღწია შედეგს და ხო ეს პირველი და პირდაპირ წავიდა ასე ვთქვათ ზეწოლა და ასე ვთქვათ ნეგატივი სამინისტროსა და ეროვნული კომიტეტის მიმართულებით. მეორე პუნქტი ის რომ ზაზა დღისით მუშაობს მშენებლობაზე საკმაოდ მძიმედ და საღამოს მოდის ვარჯიშობს, იმიტომ რომ არ აქვს შემოსავალი რომ საკუთარი თავი არჩინოს და მესამე რომ ზაზას არ აქვს შესაბამისი პირობები რომ ივარჯიშოს. მოდით პუნქტები პირველი პუნქტი ნავთან დაკავშირებით. აქედანვე გეუბნებით და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ რომ ზაზა საქართველოში ვარჯიშობს სპეციალურად შექმნილი მისთვის სპრინტერული ნავით, ანუ პლასტექსის მოდელით, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჭდა ოლიმპიურ კომიტეტს და თუ არ ვწდები მის შეძენაში თქვენ საკმაოდ დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი. ამაზე მოდით ამას არ აქვს ამ წუთას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ეს ნავი ზაზას განკარგულებაში არის ზაზას აქვს სპორტული ინვენტარი გადავიდეთ მეორე პუნქტზე მუშაობასთან დაკავშირებით ამაზე სრული პასუხისმგებლობა აღებული მაქვს მეორე პუნქტი ის რომ მუშაობს დღისით მშენებლობაზე საღამოს ვარჯიშს ეს ფაქტი იყო და ეს იყო ის პრობლემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ ძალიან ხელს გვიშლიდა განვითარებაში და ასე ვთქვათ სპორტული შედეგების მიღწევაში, მაგრამ ეს იყო 2013 წლის ბოლომდე. ჩვენ განვითარება დავიწყეთ 2012 წელს, ანუ კანოეს ეროვნული ფედერაცია შეიქმნა 2012 წელს, რომელსაც ჩვენი გუნდი ჩაუდგა. ეს პრობლემაც მოგვარებულია ფაქტიურად. ეს პრობლემა მოგვარებული არის. ზაზას აქვს გადავიდეთ მესამე აქვს ხელფასი და აქვს სტიპენდია ოლიმპიური ასე ვთქვათ სტიპენდია რომელიც ამ მომენტამდე სრულებით ასე ვთქვათ საკმარისი იყო. მესამე პრობლემა პირობებთან დაკავშირებით. მას აქვს პირობები ძალიან მცირე საეთერო დრო გვაქვს და მინდა რომ მოვასწრო ყველა თემაზე საუბარი. ჩვენ შევუქმნით მას იდეალური სავარჯიშო პირობები. არა საქართველოში ოღონდ, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს ამ ეტაპზე ასეთი კლასის კი არა, არამედ დამწყები სპორტსმენებისთვისაც კი მისაღები სავარჯიშო პირობები. ნამდვილად ამას სხვადასხვა არ არსებობს, მაგრამ ფედერაციამ ეს პირობა შეუქმნა და ზაზა ნაკრების წევრებთან ერთად ფაქტიურად 3 წლის განმავლობაში იმყოფება მუდმივ შეკრებაზე უცხოეთში ელიტარულ სპორტსმენებთან. ძალიან დიდი მადლობა და მე ზაზას მომავალ სპორტულ ღონისძიებებში დიდ წარმატებას უსურვებ. ბატონ ლევას, ძალიან მოკლედ მინდა შეაფასოთ ის მოლოდინები, რაც გქონდათ და შედეგები, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს და ელოდი თუ არა უფრო მეც, ან უფრო ნაკლებს. მოგახსენებთ, იცით, ვფიქრობ, პროგნოზების გაკეთება ეს არასწორი არის ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან. რა თქმა უნდა, მოლოდინები სპორტსმენების კონკრეტული მომზადების დონიდან გამომდინარე, მათი მიერ ნაჩვენების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო მეტი ყოფილიყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 11,000-ზე მეტი სპორტსმენი, რომელიც რიოში იმყოფება, იბრძვის იმისათვის, რომ გახდეს საუკეთესო თავის სპორტის სახეობაში. მე თანამდებობით შემიძლია ვთქვა, რომ არაერთი ჩვენი სპორტსმენი კიდევ გაგახარებს, მოლოდინი რა თქმა უნდა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ უკვე 5 მედალი გვაქვს, უკვე საამაყო არის და მნიშვნელოვანი არის. ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტი 7 მედალი ქონდა მომპოვებული წინა ოლიმპიურ თამაშებზე, რა თქმა უნდა სურვილი გვაქვს და ვფიქრობ, ჩვენი სპორტსმენები ძათ არიან საიმედოდ, რომ კიდევ უფრო გაგვახარონ და მედლების რაოდენობა ისე როგორც მათი სინჯიც გაიზარდოს. ძალიან დიდი მადლობა. თამაშაზე ჩვენი სტუმრები იყვნენ რევაზ ჟაველიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით კაცარავა, საქართველოს კანოეს ფედერაციის თავმჯდომარე. ჩვენ საუბრობდით რიოს ოლიმპიადაზე და ქართველი სპორტსმენების უკვე შემდგარ წარმატებაზე და იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი სპორტსმენები მომავალშიც კიდევ უფრო მეტ ჯერ გაგვახარებენ.